მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე. მოგეხსენებათ, 1 მარტიდან ბაღებში სწავლა განახლდა. შესაბამისად, ჩვენი საუბრის თემაც გახლავთ სწორედ ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. ბატონო ამირან, პირველი კითხვა, რომელიც ალბათ ყველა მშობელს, განსაკუთრებით თქვენგან, აინტერესებს, არის ის, თუ რა პირობები უნდა იყოს დაცული ბაღში, ან რა წესები იმისათვის, რომ მათი შვილების ჯანმრთელობას არ მიადგეს საფრთხე. სკოლამდელი აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ფორმირების და ჩამოყალიბების. ბაღსა და სკოლაში, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში ის მთავარი გზამკვლევი ხდება ჩვენი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რაოდენ ჰიგიენურ, სანიტარულად დაცულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ატმოსფეროში იზრდება ბავშვი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იქნეს შექმნილი იდეალური პირობები ბავშვის ფიზიკური და სულიერი ფორმირებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს საუკეთესო სანიტარული პირობები დაცული. უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხშირად ხელების დაბანა. ეს კოვიდმა გვასწავლა, ხომ? რომ ძალიან ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები. ამისთვის ბაღებში ტუალეტები და შესაბამისი ხელის დასაბანი ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს ხშირად შეეძლოს ხელების დაბანა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპირფარეშოებში სანიტარული წესრიგის დაცვას და ბავშვი თავიდანვე უნდა ეჩვეოდეს საპირფარეშოსა და ხელის დასაბან ადგილებში ჰიგიენური წესების დაცვას. ასევე კოვიდმა გვასწავლა, რომ ხშირი კონტაქტი ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია სხვადასხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების. ამიტომ ამაზეც ბევრი საუბარი არის საჭირო ბავშვებთან, მათ მშობლებთან. ბატონო ამირან, თუ შეგიძლიათ, რომ კონკრეტული ჩამონათვალი გითხრათ, რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა, რომ დავიცვათ ბაღში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ თავისი ეგრეთ წოდებული განვითარების სტადიაშია და ის ჯერ უკან არ იხევს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ პრევენციული ღონისძიებების დაცვას. პრევენციული ღონისძიებების დაცვიდან მთავარია პირბადის ტარება, ბავშვი პირბადეს ვერ ატარებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, მაგრამ მასწავლებლებმა და მომსახურე პერსონალმა აუცილებლად უნდა ატარონ. აუცილებელია დისტანციის დაცვა, აუცილებელია ხშირი ხელების დაბანა და უნდა ვეცადოთ, რომ კლასები და სასწავლო ოთახები არ იყოს გადატვირთული. რაც შეიძლება გთხოვთ, რომ ხშირად გაანიავეთ სასკოლო და სასწავლო ოთახები. რაც შეიძლება თუ ამის საშუალებას იძლევა ამინდი, ბავშვები იყვნენ სივრცეში გარეთ. და ის ელემენტარული სანიტარული და ჰიგიენური წესების დაცვა ყოველთვის უნდა ბავშვს საბავშვო ბაღიდან კონდეს ჩაბეჭდილი, რომ ხშირი ხელების დაბანა, კარგი სანიტარიზაცია, კბილების სწორედ გამოხეხვა და კიდევ ის ბევრი რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით, ბაღებში იყოს სრულად დანერგილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ამირან დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენი საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენი რეკომენდაციები სასარგებლო აღმოჩნდება როგორც მშობლებისთვის, ისე ბაღებისთვის. ასევე ჩვენს მსმენელს აქვე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენთვის საინტერესო სასურველი თემები კომენტარებში მოგწეროთ, შეგვატყობინოთ ამის შესახებ და გვპირდებით, რომ მომავალ ეპიზოდებში აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს. დიდი მადლობა.